სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდი შედგა. 1990-იან წლებში აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 6 იდენტიფიცირებული პირი გადმოასვენეს. მათგან 5 სამხედრო და 1 სამოქალაქო პირია. დაღუპულთა სულის საოხად სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაიხადეს. დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. სამძიმრის წერილი ტაძარში შეკრებილებს სამების საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურმა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა გააცნო. უკვე რამდენჯერმე მოხდა გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მებრძოლებისა და მოქალაქეების ჩამოსვენება. დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებით. აქ დასვენებულნი არიან როგორც სამხედრო ისე სამოქალაქო პირები. სამწუხაროდ ახლობლებსაც და ჩვენც ახლა მოგვეცა შესაძლებლობა პატივი მივაგოთ მათ. ღმერთმა მოიხსენოს ჯამბულ ბერულავა, გიორგი გაბროშვილი, ამირან მეგრელიშვილი, ნოდარ ბერია, გია ძაგნიძე, გუჯუ დარჯანია და ყოველნი სამშობლოსათვის აღსრულებულნი. ყოვლად წმინდა სამებამ მარადიული სამყოფელი სავანესა მართალთასა განუწესოს მათ უკვდავ სულებს, ხოლო ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივართ მომადლოს მათთვის ლოცვის ძალა. პატივისცემით, ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი. 13 მარტი 2025 წელი. 12 მარტს სამების საკათედრო ტაძარში მოასვენეს აფხაზეთის ომის დროს გარდაცვლილი 5 სამხედრო და 1 სამოქალაქო პირი. მოხდა მათი ამოცნობა, უკვე რამოდენიმე ასეულს შეადგენს ეს ამოცნობილი გარდაცვლილი ადამიანები, რომლებსაც ესე ეტაპ-ეტაპ სამების საკათედრო ტაძარში მოასვენებენ ხოლმე. ღმერთმა დალოცოს და ღმერთმა ცათა სასუფეველში დაამკვიდროს ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსათვის თავი გაწირა. ამინ. დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ჩვენს გმირებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი გაიღეს თავისი სამშობლოსთვის, თავისი ცოცხლე. მე მინდა მიუსამძიმრო მათ ოჯახებს, ასევე მინდა რომ ყველა იმ უწყებას, ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული მათ იდენტიფიცირებაში და გადმოსვენებაში, მადლობა მინდა გადაუხადო მათ. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც აფხაზეთის ომში და ბრძოლაში დაიღუპნენ. ჩვენი ვალია და ვალდებულება ჩვენი გმირების მარადიული ხსოვნა და მათი სულის სადიდებლად ხსენება და პატივის მიგება და დარწმუნებული ვარ, რომ მათი ბრძოლა ყველა არ ჩაივლის და ჩვენ ძალიან მალე ერთად ყველანი ერთად ქართველებთან და აფხაზებთან ერთად ერთიან საქართველოში ვცხოვრებთ და პატივს მივაგებთ სოხუმში მათ ხსოვნას და დიდებულ ბრძოლას საქართველოს ერთიანობისთვის და საქართველოს გმირობისთვის. ჩემი ძმა გია გაბროშვილი 31 წელია დაკარგულად ითვლება აფხაზეთში. ბოლო ინფორმაციით 93-ში სექტემბერში ტყვეთ აიყვანეს და იმის შემდეგ ვეძებთ. დნმ-ის ანალიზის საშუალებით დადგინდა, რომ ჩემი ძმა. მე გახლავართ დიშვილი ბატონი ჟორაბერიას 32 წელია თითქმის ველოდებით ამ ადამიანს, 32 წელი ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ազգაშრობილი აცრემლი. ახლა ამ უბედურებიდან გამომდინარე ბედნიერებაც არის, იმიტომ რომ ეს ადამიანი ჩვენთან იმყოფება, სადაც შვილები ცხოვრობენ, შვილიშვილები ცხოვრობენ. აქ იქნება დაკრძალული. ძალიან მიხარია, რომ დღეს ეს ადამიანი იქნება ჩვენს გვერდითაც, რომ მიგვესწრებოდეს, საფლავზე რომ მივალთ, სანთელს რომ დავანთებთ და რომ მოიხსენიებთ. ჯამბულ ბერულავა და გიორგი გაბროშვილი დიღმის ძმათა სასაფლაოზე. ოჯახის გადაწყვეტილებით კი ნოდარ ბერია და გია ძაგნიძე თბილისის ზღვის საქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ამირან მეგრელიშვილი და გუჯუ დარჯანია ქუთაისში დაკრძალეს. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრის.
დეკანოზ ალექსანდრე გალდავას განცხადებით, უნდა გაძლიერდეს პროპაგანდა იმისა, რომ ნარკოტიკის საშინელებაა. სასულიერო პირმა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და პრობლემების მოგვარების გზებზე დღეს მედია ჰოლდინგ კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მდგომარეობა არის საშინელი. ვიცი თუ ვინმე შეხება აქვს რამე ამასთან, მაგრამ ყველას გაქვთ ალბათ შეხება, ვინაიდან ამ საზოგადოების წევრები ხართ, ყავთ შვილები, მეუღლე, მეგობრები და ხედავთ როგორ არის მოდებული ეგრეთ წოდებული მსუბუქი ნარკოტიკები, რასაც თქვათ ჰაშიში ქვია და დანარჩენი საკლუბო ნარკოტიკებიც მათ შორის, ხო? სახელმწიფოს ინიციატივის თაობაზე ვეთქვი იმას, რომ მე პირადად ვფიქრობ, რომ გამკაცრება თუ შერბილება უნდა მოხდეს ძალიან კარგი გააზრებული პოლიტიკის შემდეგ. უпростად გააზრებული ნაბიჯების შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ უფრო ფართოწრე უნდა იყოს ჩართული სპეციალისტების, რომლებიც შეისწავლიან სხვათა გამოცდილებას, ევროპულ გამოცდილებას და რომლებიც ჩვენ სტატისტიკასაც გადახედავენ, თუ არსებობს ესეთი სტატისტიკა, მაგალითად, იცით, რომ ძალიან მკაცრად იყო სააკაშვილის პერიოდში ეს მდგომარეობა ნარკოტიკებთან დაკავშირებული პოლიტიკა და რაღაცა დონემდე იმუშავა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მაშინ შიშით დაანება თავი ამ ჰაშიშსაც კი. მეც ამ საზოგადოების წევრი ვარ, მე მაგალითად ჩემ თავზე გეტყვით, რომ ჩემი თითქმის ყველა მეგობარი ბავშვობის ამ სნეულით იყო დაავადებული, მე 80-იანი წლების უკვე ესეთი თაობა ვარ. 80-იან წლებში რომ თინეიჯერი იყო. ხო? და მაშინ იწყებოდა ეს ნარკოტიკის რომანტიზირება, სხვათაშორის გოგოებიც ამ ხრივ ხელს უწყობდნენ, იმიტომ რომ მათში ეს რომანტიზირებული იყო და მოწონდათ ნარკოდამოკიდებულის სახე მამაკაცი. რაც დღეს ესე არ არის და ძალიან კარგია და ამ ყეჩობას მიყვებოდა ხალხი, მე იყო სამოქალაქო ომი, იცით, ერთი ომი, მეორე უბედურება და ნარკოტიკმა წალეკა და მათი უმრავლესობა ახლა რასაკვირველია განისვენებს ღმერთმა ყველა აცხონებს. აი ამ პერიოდში მართლაც იმუშავა, თქვათ, გამკაცრება და ჩემი დაკვირვებით იყო ერთმნიშვნელოვნად შეჩერებული, უამრავი ჩემი მეგობარი კი არის, თითქმის ყველამ დაანება, იმიტომ რომ არ უნდა არავის ციხეში წასვლა, მაგრამ სამაგიეროდ მეორე მხარე აქვს, როგორც მედლის ორი მხარე რა, ესე იგი. რახან ეს გამკაცრდა და ხელმიუწვდომელი გახდა ნარკოტიკი, ახალგაზრდებმა დაიწყეს და ასაკოვნებმაც დაიწყეს ეგრეთ წოდებული რაღაც ალქიმიური საკუთარი იმპროვიზირება. და ამან გამოიწვია საშინელი შედეგი. აი მე მაგალითად პირადად მე ჩემს სამრევლოში მოსული ადამიანების დაკვირვებით ვიცი ის რომ სრული მდგომარეობა იყო რაღაცა კატასტროფული ამ ხრივ და გული მოგიკვდებოდა ერთი ესეთიც რომ გენახა ეს დაგჭებოდა შტაბის ცდილება მთელი ცხოვრების მანძილზე და არავის უსურვებ ამას რასაკვირველია არც მტერს და არც მოყვარეს. და არ ვიცი, ეხლა აი მეორე მხარე ამას აქვს. ჩვენ მაშინ უნდა ვიყოთ ამის საშიშროების ქვეშაც. დეკანოზ ალექსანდრე გალდავას მოსაზრებით, დაგეგმილი ცვლილებების ნაწილში უნდა მოხდეს კომპლექსური მიდგომა, რაც მათ შორის გულისხმობს სარეაბილიტაციო ცენტრების ხელმისაწვდომობას. ჩემი აზრია, რომ უნდა მოხდეს კომპლექსური მიდგომა, გამკაცრება თავისთავად. თქვათ, არ ვიცი, მე მგონი, შედეგი ექნება, მაგრამ რაღაცა დონის. მაგალითად, კომპლექსურში გულისხმობ, რომ პირველ რიგში უნდა იყოს სარეაბილიტაციო ცენტრები და ეს სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა იყოს ხელმისაწვდომი ადამიანისთვის, ან სახელმწიფოც უნდა იყოს თანათ აფინანსებით, ან რაღაც მსგავსი რამ, ესეც არ ვიცი, ესეც უნდა განსაზღვროს იმათვისაც
კარგად იცის და კარგად გამოსდის. ასევე უნდა იყოს ნარკოლოგიურები. მე მაგალითად ადამიანებს რო უშვებ, მიმყავს, ჩემი ხელით მიმყავს არაერთი ადამიანი და სულ არის გადაჭედილი და გადავსებული. ვიცნობ ამ ცენტრების ხელმძღვანელებსაც და სულ სავსეა. წარმოიდგინე, ადგილი არაა იმისთვის, რომ დეტოქსიკაცია მოხდეს ადამიანი და არ მოკვდეს. აქ თანხაზე აღარაა ლაპარაკი რა. ხოთხე ღირს რაღაც 300 ლარი იქაც დაწოლა. და ეს რთული რამეა, დიდი პროცესია. შემდეგ თქვა ამას რო თავი დავანებოთ მეორე მხარე, ეს არის პროპაგანდა ჯამთელი ცხოვრების წესის. ერთდროულად თქვა დევალვირება რაღაც სრუფასეულობის, ამის რომანტიზირების მოშორება. სხვათა შორის ვხედავთ ჩვენ რომ ამ ხრივ ცუდი მდგომარეობაა, ვინაიდან პირიქით პროპაგანდისტები არსებობენ ეგრეთ წოდებული სუბურქი ნარკოტიკების. მე ჩემთვის მაგალითად ეს სუბურქი ნარკოტიკი არ არსებობს. სასულიერო პირის თქმით, ეგრეთ წოდებული მსუბუქი ნარკოტიკის მომხმარებელთა ასაკმა დაიწია და მას ბავშვების სკოლებში ეწევიან. შემთხვევას კი მასწავლებლები ვერ აკონტროლებენ. ასაკი დაიწია ხო ამ მსუბუქი ნარკოტიკის. სკოლებში ეწევიან ბავშვები და ვერ აკონტროლებენ ამას პედაგოგები. განსაკუთრებით საჯარო სკოლებში და კერძო სკოლებში უფრო მკაცრად არის და უყურებენ. საჯარო სკოლებში ნაკლებად არის ხომ ეს. ცნობიერების დონე უნდა აიწიოს, სკოლებში უნდა მოხდეს ამის პროპაგანდა, უნდა მოხდეს ამის შესახებ სრული ინფორმაციაზე, უნდა გააცნონ ბავშვებს, უნდა მოახდინონ მისი, რა ვიცი, ამის სრული განადგურება, აი ამ რომანტიკული წარმოდგენების ახალგაზრდების, ხო, მხრიდან. და უნდა ამაღლდეს ამ ხრივ ადამიანის ცნობა, რა საშუალებასთან აქვს საქმე და რა შედეგებს იწვევს, საშინელ შედეგებს იწვევს მომავალში. მე ვფიქრობ, რომ აქ ეკლესიის როლი ძალიან დიდია, ვინაიდან მეცნიერება რწმენა, ეს უნდა მოხდეს მათი რაღაც თანხვედრა და საერთო პრობლემის წინაშე გალაშქრება. ამ ხრივ სახელმწიფოს თქვა დაინტერესება ძალიან მნიშვნელოვანია, თუ აი ეს მასშტაბურობა ექნება ამ საქმეს. ეს თუ არის ახლა რაღაცა, არ ვიცი, ნარკოდილერების საწინააღმდეგო გასაგებია ისინი დასაჭერია, მაგრამ ძირითადად ჩვენ ვხედავთ, აი მაგალითად მე ვნახე, ბევრი ადამიანი ყიდდა, მათ შორის ცნობილი მუსიკოსებიც და პროდიუსერებიც, ხო, გამყიდველები იყვნენ, იჯდნენ და რატო გამოუშვეს, თქვათ, ადამიანი, რომელიც ყიდდა ნარკოტიკს. ერთ წელიწადში, წელიწად ნახევარში, ორ წელიწადში. თან ფაგზია დაჭერილი, კამერით არის გადაღებული და ყველაფერი უტყუარი საბუთია, ხო? ანუ ხედავთ აქაც მიკერძოებულობას, რომ ის რაღაც ცნობილი ადამიანია და მისი გამოშვება შეიძლება ვიღაცაზე გადაწყდება ჯოხით. სკოლაშიც ასამაღლებელია ბავშვების ხედვა ფასეულობების. აი სისტემა რა არის კარგი, რა არის ცუდი, ბავშვებში უნდა მოხდეს ამის პოპულარიზაცია. ჩვენ მაგალითად საპატრიარქოში გვაქვს ესეთი მთელი სერია, როცა ჩვენ შევდივართ სკოლებში და გვაქვს წარმოდგენები, ანუ თეატრალური წარმოდგენა, სადაც აი ეს მაღალი ღირებულებები გამოიცემა, მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი ქართველი თუ სხვა ლიტერატურული ავტორები, წერლების, კლასიკური ნიმუშების თეატრალიზირება ხდება, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ფიგურების ცხოვრების დეტალები ხდება გაცოცხლებული და ამ ბავშვების ინტერესი არის ძალიან დიდი. იცით რა არის? აგრძალვა არაპედაგოგიურია მაშინ, როცა არაძლევ რა არის კარგი. გესმით? და საერთოდ აგრძალვა თვითონ მოდის, როცა შენ კარგს აჩვენებ რა არის და შეაყვარებ კარგს. ჩვენ ამ ხრივ აი ეს კეთილი, სიკეთე
რა არის ადამიანისთვის, ხო? ის უნდა დავანახოთ ახალგაზრდებს. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში მუდმივი ექსპოზიციის პარალელურად გამოფენილია მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოცემული საბავშვო ლიტერატურა. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია წიგნები და ჟურნალები, რომელიც ცნობილი ქართველი მხატვრების მიერაა ილუსტრირებული. მათ შორის არის ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, კირილე ზდანევიჩის, ირაკლი თოიძის, აპოლონ ქუთათელაძისა და სოსო გაბაშვილის ილუსტრაციებით შემკული გამოცემები. გარდა ილუსტრაციებისა გამოცემებს შორის არის ისეთი ეგზემპლარები, რომელთა მხატვრულ გაფორმებაშიც ცნობილმა მხატვრებმა მიიღეს მონაწილეობა. ეს გამოფენა მიზნობრივად პირველ რიგში განსაზღვრული არის სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც ხშირად გსტუმრობენ და გვინდა რომ გარდა ამ ძველნაბეჭდი ქართული წიგნების გამოფენისა იხილონ ასევე არც ისე შორეული წარსული და ლამაზად გაფორმებული საბავშვო წიგნები. ძირითადი ნაწილი არის გამოცემული მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში და ამ გამოცემებში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მხატვრები, როგორებიც არიან ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, ირაკლი თოიძე, ოსკარ შმერლინგი, ასევე ნაკლებად ცნობილები, როგორიცაა მაგალითად მერი მიქელაძე ბაგრატიონი, რომელიც იყო ამავე დროს წიგნის რესტავრატორი. მოვახდინეთ რამდენიმე ცნობილი მხატვრის იდენტიფიცირება, მაგალითად ჩვენთვის უცნობი იყო, რომ აპოლონ ქუთათელაძე საბავშვო წიგნებს აფორმებდა და აღმოვაჩინეთ მის მოხატული რამდენიმე წიგნი. მუზეუმი მუშაობს 11-დან 5 საათამდე, შემოსვლა არის უფასო. ვფიქრობ, რომ სასკოლო ჯგუფებისთვის ეს განსაკუთრებით დიდი ინტერესის საგანი იქნება. ქართველ მხატვართა შემოქმედების ეს ნაკლებად ცნობილი ნაწილი ერთი მთლიანი კოლექციის სახით პირველადაა წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში. ორგანიზატორთა განმარტებით თავად გამოცემები კი ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილების კოლექციათაგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.